კიდევ ერთი თავდასხმა ევროკავშირზე და ევროკავშირის ელჩზე, რომლის ავტორი ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილი პაվել ჰერჩინსკის 9 მაისის ევროპის დღის მისალოთ წერილს უგზავნის, სადაც დიპლომატს და მთლიანად ევროკავშირს ევროპული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა გადაუხვია ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან და საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე სიძულვილით სავსე ამ წერილში ასევე წერს, რომ შესაძლოა თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერტ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ. ამ ფონზე კი ოცნების ხელისუფლება კიდევ ერთ ხოტბას იღებს რუსეთიდან. მარია ზახაროვა ამბობს, რომ 9 მაისი საქართველოს და რუსეთის ერთობლივი დღესასწაულია და ულოცავს ქართველებს, რომ 9 მაისი ევროპელებისგან დაიცვა. მარიკა ბოლქვაძე მოისმინა ეს განცხადებები და შეფასებებიც, ახლა ის დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. დიახ, თამარ, აგრესიული რიტორიკისა და მავნე პოლიტიკის შეწყვეტა, ამასთან უსამართლო რეზოლუციების გადახედვა და უკან გაწევა. ასეთია ის მოთხოვნები, რომელიც შალვა პაპუაშვილმა პაվել ჰერჩინსკის ღიად გამოქვეყნებულ წერილში წაუყენა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სავსეა საყვედურებით და პრეტენზიებით. მთავარი კი რაც ამ წერილში წერია არის ის, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სიზულვილის ენას, ძალადობას და მის გავრცელებას. მნიშვნელოვანი ნაწილია აგრეთვე 9 მაისი ევროპის დღე, რომელსაც ევროკავშირი აღნიშნავს და საქართველოს, რომელიც 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. პაპუაშვილმა პაվել ჰერჩინსკის მოუწოდა, რომ ახლა შესაბამისად გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სავარაუდოდ 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში გაიმართება, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები უნდა გაკეთდეს 9 მაისთან დაკავშირებით. ამ განცხადების შემდგომ ცხადია არ დააყოვნა კრემლიდან პასუხმაც. ამჯერად პაპუაშვილის განცხადებას კრემლის პროპაგანდისტი მარია ზახაროვა იწონებს და აღნიშნავს, რომ 9 მაისი საქართველოსთვის და რუსეთისთვის ერთობლივი დღესასწაულია, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. რომ არა ასობით 100,000 ქართველი, რომელიც იბრძონდა სამამულო ომში, რომ არა 300,000 ქართველი, რომელიც დაიღუპა სამამულო ომში, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა. იმედი მაქვს, რომ ის ხარვეზი რაც შაშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება 9 მაისს საქართველოს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და იმედი მაქვს, რომ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივცემენ უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყანას, სადაც იმყოფებიან, იმ დღესასწაულებს, რომელიც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს და 9 მაისს ფაშიზმის გამარჯვების დღეს სათანადო პატივს მიაგებენ ხვალ მათ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, 9 მაისი ჩვენი საერთო დღესასწაულია. მეორე დღესასწაული კი ჩემი აზრით უშუალოდ უკავშირდება ქართულ ხალხსა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს. მახსოვს, როგორც ცდილობდნენ საქართველოს იძულებას ან მოტყუებით იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ გამარჯვების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება ჰქონოდა. სცადეს ამ თემის ნახევრად დავიწყება ისტორიის გადაწერა. გახსოვთ, როგორც ცდილობდნენ დასავლური ინტერესების წარმომადგენლები მონუმენტებამდეც კი მიღწევას და მათ როგორმე გაუფასურებას და რა ბედნიერებაა. ვფიქრობ, საქართველოს ქართველი ხალხის მეორე გამარჯვება, რომ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს და მეხსიერება დაიცვეს. დიახ, შალვა პაპუაშვილი წერილში სხვა საკითხებსაც ახსენებს, მაგალითად ამბობს იმას, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მოქალაქეებს მწვანე შუქი აუნთო. ამ განცხადების შემდგომ კი პრეზიდენტის სასახლეზე ღია შტურმი მოხდა და მოქალაქეებმა პრეზიდენტის სასახლე აიღეს. ამასთან ერთად ახსენებს ევროკავშირის რიტორიკას, რომ ევროკავშირი მუდმივად იმეორებს იმას, რომ საქართველოს ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ბნელ წარსულს უბრუნდება და სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებები და პოლიტიკა ამხელს ევროკავშირის მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ცდილობს ქვეყანაში ძალადობისა და სიზულვილის ენის დამკვიდრებას. რაც შეეხება შეფასებებს, ქართული ოცნების ამ რიტორიკას ოპოზიციაში აფასებენ, ამბობენ, რომ ქართული ოცნების არც ერთ განცხადებას არ აქვს ფასი, ვიდრე ისინი ქვეყანაში უკანონო რეპრესიებს ახორციელებენ, უკანონო იჭერენ ადამიანებს და ძალადობენ მოქალაქეებზე. ქართული ოცნება ფიქრობს, რომ რაღაცა ბრიუსელში გაგზავნილი წერილთან ვაშინგტონიდან ჩამოსულ დელეგაციასთან საუბრით შეძლებს ქვეყნის შიგნით
ნორმალიზებას სიტუაციის. ცდებიან, სანამ ჩვენ არ მოგვისმენენ, სანამ ხალხს არ მოусმენენ, ვერაფრის ნორმალიზება ვერ მოხდება. ერთ დღეს შენ 7 წელი მიუსაჯო შენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ადამიანებს და მეორე დღეს რაღაც წერილები წერო ბრიუსელში, ეს არ არის გამოსავალი. გასაღები ბრიუსელში არ არის, გასაღები არის თბილისში, საქართველოში და ეს უნდა ესმოდეს ქართულ ოცნება. სანამ ძალადობ შენს თანამემამულეებზე, შენ ნორმალური, ასე ვთქვათ, გარემოს ამის ნორმალიზებას ვერ შეძლებ ვერცერთ შემთხვევაში. ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრათ, ხმაური, რომელმაც ხელი არ უნდა შეგვიშალოს სურათის დანახვაში. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ბუნებრივი ინტერესი აქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის და თავისუფლების და თავის დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია ყოფნის. და ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც მოტივირებულია მხოლოდ ერთი ადამიანის ზალოკლებით და ფულით და ამას წირავს ჩვენ მომავალს. ეხლა ტაქტიკურად, როდის რა სიტყვიან, რა ჟესტს გააკეთებენ, აღსებითად ვერაფერს ვერ შეცვლის. ეს ქვეყანა კოპენჰაგენის კითხვების 10-180 გრადუსი და გაფრინდა სხვა მიმართულებით რუსეთის უკანაში ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ რასაც გვეუბნება ევროკავშირი, ეს არის თუ ეს ქალხმის მოქალაქეების 80% და ეს არის სტაბილურად ეს რიცხვი იზახის და ჩვენ გვინდა იქ და გვინდა იქ, არ გვინდა გროზნო რო იყოს თბილისი, გვინდა რომ თბილისი იყოს, არ ვიცი, ის არის ლუქსემბურგივით ამბავი, ხო? მაგით ქვეყანა გვინდა. მაშინ ის კოპენჰაგენის კითხვები დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ვიღაცა კი არ გვაიძულებს და თავზე კი არ გვახობს იქიდან რაღაცებს, რომ გინდათ რომ ეს უნდა გაკეთო. ჩვენ თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება მიიღწევა ამ რაღაც სტანდარტების დაკმაყოფილებით. პაპუაში მე ეს იცის. ხომ პაპუაშვილი არის მონა, 1 ზვიგენიანი მილიონერის და იძულებული ეს დებილობები ლაპარაკობს ყოველ მეორე დღეს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ ევროპულ რელსებს არ გადაცდენილან და გადასახედია ეს ურთიერთობა აღსადგენი და გასაგრძელებელი, ახლა მთავარ კითხვად სწორედ ეს რჩება, რატომ ხდება მუდმივად ისე, რომ ქართული ოცნების განცხადებებს კრემლის პროპაგანდისტები, მათ შორის მარია ზახაროვა და სხვები იწონებენ.